თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა და სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა. სამართალდამცავი ორგანოები უმაღლეს სასწავლებელში ფინანსურ მდგომარეობას სწავლობენ. რის საფუძველზე შევიდა პროკურატურა და რა სახის დარღვევებზეა საუბარი? პირდაპირ ეთერში თელავიდან ჩვენი კორესპონდენტი კახა კუპატაძე ისაუბრებს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროკურატურა და აუდიტის სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი. ინფორმაცია დაგვიდასტურეს თავად უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში და მათ შორის პრორექტორმა დავით მახაშვილმა. საუბარია ამავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტის და სტუდენტური გაერთიანება ახალი ტალღის ლიდერის ნოდა რეჟიშვილისა და ასისტენტ პროფესორის თამუნა მიქელაძის განცხადებებზე, სადაც ისინი პროკურატურას მიმართავენ და სთხოვენ უნივერსიტეტში მიმდინარე საფინანსო ოპერაციების შესახებ გამოძიება დაეწყოთ. მათ მიაჩნიათ, რომ რექტორი თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. ადასტურებ ორშაბათს შემოვიდა პროკურატურა, რამდენადაც ვიცი, ორი განცხადებაა შესული. ეს არის ჩვენი თანამშრომლის თამუნა მიქელაძის განცხადება, რომელიც როგორც ჩანს ითხოვს საერთაშორისო პროექტ BOMAP-ში საერთოდ ამ პროექტის შესწავლას და მასში მიმდინარე რაღაც საფინანსო ოპერაციების შესწავლას და მეორე განცხადება სტუდენტური და გაერთიანება ახალი ტალღის მიერ შესული არჩევანი, რომელიც ეხება სტუდენტურ თვითმმართველობას, რაც მის რაღაც არჩევნების კანონიერებას და ფინანსურ ოპერაციებს. განცხადებით ვითხოვთ კონკრეტულად სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების გარემოებების ჩატარების გამოძიებას, რომელიც ჩატარდა წინა წლის მაისში. ჩვენ ვითხოვთ კონკრეტულად შემდეგ არჩევნების ჩატარების შემდეგ თვითმმართველობის საქმიანობის გამოძიებას და 26,000 ლარის ანგარიშ ფაქტურების მოძიებას, რომელიც დახარჯა სტუდენტურმა თვითმმართველობამ. პლუს ამას ისინი მონაწილეობას იღებდნენ ძალიან ბევრ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, მოძრაობაში, პირდაპირ პოლიტიკური მიმართულება ჰქონდათ მათ და კერძოდ ნაციონალური მოძრაობის ხასახარდაჭერით იყო ეს შექმნილი. მომხდართან დაკავშირებით დღეს დილით განცხადება გაკეტა კახეთის საოლქო პროკურატურაში. პროკურორის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით საქმეზე გამოძიებას კახეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული განცხადებით გადაექნა კახეთის სამხარეო სამმართველოს, სადაც გამოძიება მიმდინარეობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი ნაწილით. აბრეშუმთან დაკავშირებით განცხადებაში მიმართულია, რომ გამოძიება მიმდინარეობს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს თინათინ ჯავახიშვილს პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ღია დაუპირისპირდნენ. პროფესორ მასწავლებლები ამბობენ, რომ უნივერსიტეტში კრიზისია და ეს კრიზისი სწორედ რექტორის მიერაა გამოწვეული. ისინი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ. აგრეთვე გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ რექტორის გადადგომის მოთხოვნით პროფესორ მასწავლებლებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. პერსონალის 100 წევრიდან განცხადებას ხელი უკვე 60-მა მოეწერა, რომელსაც აკადემიური საბჭო განიხილავს და სწორედ აკადემიური საბჭო გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას. მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რექტორი თინათინ ჯავახიშვილი შვებულებაში იმყოფება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს. ეს იყო კახა კუპატაძე თელავიდან.